მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და კარგებო, თქვენთან ერთად მოდი განვიხილავთ დღეს ასეთ საჯარო გაშლას. მისი ფიქრები თქვენზე ბოლოსაუბრის შემდეგ, ხო? რას ფიქრობს ის თქვენზე? აი, ბოლოსაუბრის შემდეგ. ნახოთ, ჩაიფიქრეთ თქვენი სახელი და გვარი დაბადების წელი თვე და რიცხვი. მისი სახელი და გვარი დაბადების წელი თვე და რიცხვი და მოდი ვნახოთ, ხო? მისი ფიქრები თქვენზე თქვენი ბოლო საუბრის შემდეგ. მისი ფიქრები თქვენი ბოლო საუბრის შემდეგ. თქვენ ის თქვენ შორის მდგომარეობა დღეს რა გავაკეთო? მისი ფიქრები ბოლო საუბრის შემდეგ. მაინც რაღაც გაურკვევლობაში და ფიქრებში დატოვეთ ეს პიროვნება. რა ხდება დღეს თქვენ შორის, ხო? დღესდღეობით. სავარაუდოდ, მოდი ასე გეტყვით. 10-იანი პენტაკლის და სასამართლოს არკანის მიხედვით მე ესეთ რამეს ვიტყოდი. სულ პენტაკლებში მაგ თითქმის აქ და ვფიქრობ, რომ შესაძლებელია სამსახურეობრივ თემასთან მიმართებაში იყოს ეს ურთიერთობა, სამსახურში იყოს განვითარებული, ვფიქრობ თუ არის არკანიდან გამომდინარე, ასევე შესაძლებელია და ეშმაკის არკანიდან გამომდინარე იყოს ფარული ურთიერთობა, სადაც მესამე ფაქტორებია, ან ერთი მხრიდან შეიძლება იყოს სტაბილური მდგომარეობა, ან მეორე, ან ორივე მხრიდან შეიძლება იყოს სტაბილური მდგომარეობა. და აქედან გამომდინარე დღესდღეობით თქვენ შორისაც არის, ეს არის სამსახურეობრივად განვითარებული ურთიერთობა, მოდი ასე ვიტყვი, ან მეორე ვარიანტს ვიტყვი, ოფიციალური ურთიერთობა, რომელიც დღეს, ასე ვთქვათ, სერიოზული საფრთხის ქვეშ დგას პირველ ვარიანტშიც და მეორე ვარიანტშიც, ხო? იმიტომ რომ რაღაცნაირად საბედისწერო აი მოდის ვთქვათ, საბედისწერო მოვლენები ხდება თქვენს ურთიერთობაში. თქვენ ცხრიანი პენტაკლიდან გამომდინარე, მე იმიტომ ვიძახი ცოტა არ იყოს ეს მგონია რომ სამსახურეობრივად განვითარებული ეს ურთიერთობა, ხო? თქვენ ცხრიანი პენტაკლებიდან გამომდინარე შესაძლებელია, კიდევ თქვენ ენერგეტიკულად, მოდი ესე ვთქვათ, თვითკმარი ხართ, საკუთარ თავით კმაყოფილი ხართ, საკუთარ თავში დარწმუნებული ხართ, იცით რას აკეთებთ, რატო აკეთებთ, რისთვის აკეთებთ, რა გინდათ და მოდი ასე ვიტყვი, ხო? მხოლოდ თქვენი მინდაზე არ ხართ ორიენტირებული. თქვენს თავს იმხელა პატივისცემთ, რომ ვერცერთი გზნობა ვერ გადაგიწონით საკუთარ თავმოყვარეობას და ვერასოდეს ვერავინ გაიძულებთ თქვენ, რომ გადაგადგმევინოთ ნაბიჯი, რომელიც თქვენს სახელს და რეპუტაციას საფრთხეს შეუქმნის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შრომა გაქვთ ჩადებული საკუთარ თავში და არავის არ მისცემთ საშუალებას და უფლებას, რომ თქვენი ეს სიმყარე შეატყიოს. ნამდვილად კარგია. თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება სამიანი კვერთხების პოზიციაში, პიროვნება, რომელიც რაღაცას გეგმავს სამომავლოდ, აქვს რაღაცა დასახული მიზანი ცხოვრებაში და მიუყვება ამ გეგმას, რეალურად ხედავს რაღაცნაირად სამომავლო პერსპექტივებს თქვენთან მიმართებაში თუნდაც და აქედან გამომდინარე, თქვენთან მიმართებაში მისი ენერგიები არ არის დასრულებული ეს ურთიერთობა საერთოდ, ხო? შეიძლება თქვენ შორის იყოს გაუგებრობები, შესაძლებელია ურთიერთობა ასე დასასრულისკენ მიდიოდეს, მაგრამ მისთვის პირიქით, ხო, რაღაცნაირად სამომავლოდ არ ნებდება და გეგმავს თქვენთან ურთიერთობას სამომავლოდაც და პერსპექტიულად, ასე ვთქვათ, არაპირებს არსად თქვენს გაშვებას. რა ხდება თქვენ შორის დღეს, ხო? აი ამ ორი არკანის გარდა, რა ხდება თქვენ შორის დღეს? ეს არის უთანხმოებები ეჭვიანობის გამო. ეს არის მესამე ფაქტორები, რაც თქვენს ურთიერთობაში არსებობს. შინაგანი ომებია ეს. თუ მართლაც ერთმანეთში განვითარებული ჩხუბებია და ომებია, ეს ყველაფერი ხდება იმის გამო, რომ თქვენ არ გაქვთ სიმყარე ერთმანეთთან მიმართებაში, ეჭვიანობა სუფევს ამ ურთიერთობაში, ნდობა საერთოდ დაკარგული გაქვთ ერთმანეთთან მიმართებაში და აი როგორი მდგომარეობა, იცით, რომ არც ერთი უთმობთ ერთმანეთს, არც მეორე და აი ჩხუბები გაუთავებელი კამათები
და ურთიერთობის გარკვევებით რა როგორ იცით აი აგრესიულ ტონებში რო იტყვიან, ხო? აი ეს მდგომარეობა, ხო? და ბოლო საუბრის შემდეგ მე ისევ და ისევ ვფიქრობ სამსახურეობრივ თემაზე მაქვს საუბარი და მოდი იყოს ხო აქ სამსახურეობრივი თემა, იმიტომ რომ ოჯახური ნაკლებად მომდის. ოჯახი უეჭველი ყავს თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას მამაკაცსა ვარაუდოთ, მაგრამ უფრო სამსახურეობრივ რომაზე მაქვს საუბარი. მისი ფიქრები თქვენთან მიმართებაში ბოლო საუბრის შემდეგ ხო 8-იანი პენტაკლები, მთვარე, 7-იანი თასები და 2-იანი პენტაკლი. მოდი ასე ვთქვათ, პიროვნება რომელთანაც თქვენ ისაუბრეთ და ბოლო საუბარი თქვენი მდგომარეობდა იმაში, რომ მოკლედ რაღაცები, რაც გაურკვეველი იყო და რასაც ასე ვთქვათ, ბევრი ფიქრი სჭირდებოდა. დღესდღეობითაც გაურკვეველი, ანუ ვერ გაარკვია თქვენ რა უთხარით, რატო უთხარით, რა მოითხოვეთ, ანუ ნახეთ, გაუგებარია მისთვის რაღაც ფაქტორები. ჯერ ეს ერთი რომ ეჭვიანობა აგიჟებს ამ პიროვნებას თქვენთან მიმართებაში და ნებისმიერ მიზეზს ამოიდეთ, აი ვთქვათ, სამსახურეობრივ საკითხს რაღაცას მოიმიზეზებს. დაგიკავშირდებათ, სამსახურზე დაიწყებს საუბარს, შესაძლებელია აინტერესებდეს ამ დროს აბა სადახართ, რა ხმებს გაიგებს, აი რაღაც სასწაულებრივ ცუდ მდგომარეობაშია ეს პიროვნება და ვერ არკვევს იმ რაღაც თავისთვის ჭეშმარიტებას, რაც მას აინტერესებს, ვერც გეკითხებათ, იმიტომ რომ თითქოს თქვენი ცხენი პენტაკლებიდან გამომდინარე არ აძლევთ ამის უფლებას ამ პიროვნებას, რომ აი არ უნდა მიიღოს ის პასუხი ამან თქვენგან, რომ შენი რა საქმეა, ხო? მე გეკითხები, შენ სათხარ რა შვები, ხო და შენი რა საქმეა, ვინ გეკითხება? აქედან გამომდინარე, ის თამამად ვერც გეკითხებათ ვერაფერს და ესეთი 2-იანი პენტაკლების მდგომარეობაში, ეს ჟონგლიორებით, ხარ ერთს ფიქრობს, ხარ მეორეს ვერ გაურკვევია, სუსუ ფიქრებშია და კაი მდგომარეობაში ყავთ ჩაგდებული, თქვენ გაიხარეთ, აი ეგრეც უნდა თამათ რა. ხო და აქედან გამომდინარე, რას ფიქრობთ თქვენზე და იმას ფიქრობს, რომ რაღაცას უმალავთ, არეუბნებით რაღაცებს, თქვენთან მიმართებაში ამუშავებს ინფორმაციას, იძიებს ყველანაირი ინფორმაცია სამსახურში, თუ ერთად გიწევთ მუშაობა და გიწევთ კიდევაც მუშაობა, ეს ჩუმჩუმად გიყურებთ შორიდან ხან საიდან ინფორმაციულადაც აი თქოს მე კიდე პლუს ამას რა ვიცი გიცდილობთ ყველასგან შორს დაგიჭიროთ, რომ აი რა ვიცი ვინმე თუ გამოგელაპარაკათ და სიახლოვეს დაგიდგათ ხო შოქში ვარდება საერთოდ. და აქედან გამომდინარე მისთვის გაურკვეველია რაღაცა ფაქტორები ისიც სამსახურში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, რადგან ეჭვიანობა ამ პიროვნებას კლავს და ვერ გაუგია თქვენ რას აკეთებთ. ანუ თამაშობთ, რამე ნიღაბი გაქვთ მორგებული, ვერ არკვევს, გიყვართ კიდევ, არ გიყვართ კიდევ, რა გაქვთ მასთან მიმართებაში, დაუსრულეთ, არ დაუსრულეთ და ეს რა ვიცი, შოქშია ეს პიროვნება, სრულებს ეს მნიშვნელობით შოქშია. მაგრამ იცით რა არის, აი არკანებიდან გამომდინარე, რაც დასთესა, იმას იმკისხა, როლები გაქვთ გაცვლილი. როგორც გექცევდათ, ისე ეკცევით ახლა თქვენ მას. ძალიანაც კარგი. ახია მასზე. აი ესეთი ფიქრები აქვს თქვენთან მიმართებაში. ძალიან კაი, უარეს მდგომარეობაში ჩააგდეთ ჩემი რჩევა თქვენ. სულ ეს იყო, რაც მომიდოდა მე თქვა მის ფიქრებზე თქვენთან მიმართებაში. რა საყვარელი გაშლა გამოვიდა. გისურვებთ მშვიდობას, სოლიდარობას, ესეც 9 პენტაკლებში ყოფნას, თვითკმარ ადამიანად ყოფნას, თქვენი საკუთარი თავის სიყვარულს პატივისცემას, თქვენი თავის პრიორიტეტად დაყენებას და შემდეგ უკვე ყველაფერი კარგად იქნება, ხო? დაგემშვიდობებით შემოძვირფასებო, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ და ლამას სიზმრებს, ყველაფერი გულით და სულით მისურვებია კარგი თქვენთვის და გისურვებთ ყველა ის ფიქრი, ოცნება, რაც თქვენ გაქვთ და გულით გინდათ აქ ხდენოდეთ და აი ასე იყოს. კარგად იყავით.